რობერტ ჰერმანი შეფასებით, რომელიც Freedom House-ში საერთაშორისო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტია, სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც რეგიონში პროგრესის მაგალითი იყო, უკან გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, შემდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა. Freedom House-ის და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება, ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა. ამჟამად სწორედ ეს არის ბევრის წუხილი, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების და ამერიკის მთავრობის. ჰერმანის თქმით, ქართული ოცნების მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლისას დადებულ პირობას არ ღვევს, რაც მის წინამორბედზე მაღალი მედია სტანდარტის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის პრინციპების დაცვას გულისხმობს. საქართველო მოახერხა და გამოირჩეოდა ძალიან რთულ რეგიონში. ვფიქრობ, ესეც არის ასეთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი. საქართველო გამოირჩეოდა მეზობლებისგან ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისგან. ქართველების მისწრაფება არ არის იყვნენ რუსებზე ან აზერბაიჯანელებზე წინ. მათ უნდათ ედრებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიებს ან უფრო მოწიფულ დემოკრატიებს. ეს უნდა იყოს მათი სწრაფვის სტანდარტი. ქართული ოცნების მთავრობამ თქვა, რომ ის ამ სტანდარტებს აამაღლებდა. სწორედ ამიტომ არის ეს ასეთი იმედგაცრუება. Freedom House-მა რუსთავიორის საქმეზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მედიაში ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნანა საჯაია, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.